2008 წლის ომის შედეგად დევნილი ბავშვებისთვის სპეციალურად გახსნილი 12 სახელოვნებო სკოლა კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს დაფინანსებით აღდგება. სასწავლო დაწესებულებები 2008 წელს გაიხსნა. კულტურის მინისტრისა და დევნილთა მინისტრები დღეს ერევანის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ ბავშვებსა და პედაგოგებს პროექტის განახლება მიულოცეს. მინისტრებმა მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთების დაათვალიერეს. აქ მობრძანებისთვის დავაფინანსოთ ეს ბოლო 2 თვე დარჩენილი ახალ წლამდე, ხოლო შემდეგ მომავალი წელი მთლიანად ეს 12-ვე საჯარო სკოლა, სახელოვნებო სკოლა და გარდა ამისა, იქ სადაც შესაძლებელია და წეროვანში ამის საშუალება არსებობს, რომ მოვაწყოთ კინო თეატრი, აქ იქნება კინოს ჩვენება, მაგრამ ეს მხოლოდ კინოს საჩვენებლად კი არ გვინდა ჩვენ, ეგ გვინდა იმისათვის, რათა აქ აღორძინდეს, დაიწყოს ახალი კულტურული ცხოვრება. ვაკაური ბავშვები და პედაგოგები არიან ძალიან ხნედ და იმედიანად, თავიანთ მომავალთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დევნილის სტატუსი აქვთ მათ და ჩვენ ყველანი ერთად ახალ ხელისუფლებასთან ერთად სწორი პოლიტიკით უახლოეს მომავალში დაუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს.